ბრუნდებით კვლავ ეთერში, ძალიან ხალხმრავალია ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი. რამდენიმე დღის წინ შედგა პეტიცია, რომლის ავტორებმაც ქალაქის საკრებულოს მიმართეს ვარდების მოედანზე საბაგირო სადგურის პროექტის შეჩერების თაობაზე. ძალიან ბევრი ხელმოწერაა, ძალიან ბევრი ადამიანია ამაში ჩართული და სწორედ აი ამ თემას განვიხილავთ, ამ დავის მიზეზებზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ნინო ღოღობერიძე, მერის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ქეთევან ყრუაშვილი, არქიტექტორი, მოედნის კონცეფციის თანაავტორი, მცირე ელისაშვილი, კულტუროლოგი, ბატონი ვახტანგ დავითაია, პროფესორი და არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნიკა შავიშვილი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. თემა აქტუალურია, მაგრამ ვისაც თქვათ ხელი არ მიუწვდება სოციალურ ქსელზე, ვისაც ჯერ არ აქვს ინფორმაცია რა პროექტზე ვსაუბრობ, ჩვენ გვექნება საშუალება რომ ვნახოთ კადრებიც რა პროექტი იგეგმება ზოგადად და მე მგონი ჯობს ამით დავიწყოთ რას მოიცავს საერთოდ ეს პროექტი და რა ადგილზე ხდება თქვათ ამ საბაგიროს ახალი სადგურის და რამდენიმე ამ ბოძის განთავსება. ასე ჯობია მე მგონი, ხო? ბოძიც აღარ ქვია მაგას. რა ქვია, ვაკითხარ. რა თქმა უნდა, ბოძია, სვეტია, უბრალოდ 3 მეტრი აქვს დიამეტრი და 40 მეტრიანი სიმაღლის. და სად? ეს ბოძი სად თავსდება უშუალოდ? ეს ყველაზე სადაო ბოძია? ვარდების მოედანზე. არ არის მხოლოდ ეს ბოძი. არა, ვარდების მოედანზე 40 მეტრიანი ბოძი არ იქნება. ეს 40 მეტრიანი ბოძი იქნება გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში. ვარდების მოედანზე 10 მეტრიანი ბოძი არის პირველი ბოძი საბაგიროსი. თქვენ გუშინ ახლდით ხო ჩვენს ჟურნალისტს და თვალიერებინეთ მთლიანად ეს ადგილი და ჩვენს მაყურებელსაც ექნება საშუალება კადრები ნახოს კონკრეტულად სად იქნება, იმიტომ რომ ჩვენც რაღაცნაირად ხო სიტყვიერად რაღაც შეცდომაში არ შევიყვანო. აი აგვიხსენეთ შეიძლება ეხლა ნახავთ კადრებს. ტერიტორიასაც ვხედავთ, ეს არის საბაგირო სადგურის განთავსების ადგილი. მიმართულება არის ფაცმინდის პარკი. აი ახლა ჩანს კადრში სწორედ დაწყებული მშენებლობა. ეს არის ის 40 მეტრიანი ბოძი, სვეტი, რომელიც უნდა აღიმართოს გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში. აი ეს პარკინგის გაგრძელებაა. ხო. ეს არის რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიახ, სადგური. თვითონ სადგურიც მიუღებელი მოცულობის არის. ეს არის ერთ-ერთი არქიტექტურული გადაწყვეტა, ნუ ამ ეტაპზე კონკურსი აქვს მერიას გამოცხადებული და ამიტომ ეს იერსახე არ არის საბოლოო, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი შემოთავაზება, მაგრამ არ შეიძლება არ ვახსენო, რომ თავარი არ არის თქვათ რითი შეიფუთება ეს შენობა, ნუ არქიტექტორის ამოცანა ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანია, იმიტომ რომ თვითონ აი ხედავთ პორტალი, რაც ტექნიკური ნაწილია, რასაც ვერ შეფუთავს ვერც ერთი არქიტექტორი, იმიტომ რომ ხო მუშაობაში შეუშლის ხოლმე, აი ეს არის მიმართული პირდაპირ რუსთაველის გამზირთან, გამზირისკენ, ასე ვთქვათ. კარგით, კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს ვიდეო და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ახლა ვიმყოფებით ფოსტის შენობის სახურავზე, საიდანაც უფრო თვალნათლივი ჩანს მთლიანი მოედანი. პროექტი ზოგადად მოიცავს და გულისხმობს ვარდების რევოლუციის მოედნის გამოცოცხლებას, ხალხის მოზიდვას, სარეკრეაციო გასართობ ზონად გარდაქმნას. ამისთვის გავაკეთეთ გამწვანებული ადგილი, ზონა სკვერი. თავდაპირველად, როცა დავიწყეთ ამ პროექტის განვითარება, მთლიან ტერიტორიას მოიცავდა ეს პროექტი, ანუ იყო სადაც ვიწყებთ ავტოსადგომის ჩათვლით. ერთ-ერთი ელემენტი იყო დიდი წყლის სარკე, რადგან მაინც მეხსიერებაში არის, რომ მოედანს გააჩნდა შადრევანი. მაგრამ მერე გადაწყდა რომ გაკეთდეს საბაგირო სადგური და ეს ნაწილი რაღაცნაირად ამოგლიჯეს ფაქტიურად ამ ჩვენი ტერიტორიიდან, ჩვენი საპროექტო ტერიტორიიდან. იმ თავითვე ჩვენ არ მიგვაჩნდა ეს კარგი იდეა, აქ სადგურის განთავსება, მაგრამ დავთანხმდით, რომ რაღაც უხეში ჩარევა არ მომხდარიყო და ჩვენ კიდევ რაღაც უფრო გააზრებულად მაინც და ჰარმონიაში მაინც ჩავსვავდით არსებულ პროექტთან. მაგრამ პროექტირების მსვლელობის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუ რატომ არ შეიძლება ამ ადგილას განლაგდეს საბაგირო სადგური. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კონცეფციიდან გარღვევა, ეს არის რუსთაველის გამზირის კონცეფციის გარღვევა და არქიტექტურული გადაწყვეტის აბსოლუტურად უხეში ჩარევა.
და უარი ვთქვით ჩვენ საბოლოოდ ამ პროექტის გაკეთებაში და იმედი დავიტოვეთ, რომ საერთოდ ეს აღარ განხორციელდებოდა არასდროს და ჩართულები ვართ ამ პროცესში, რომ შევაჩეროთ მშენებლობა. ვინაიდან საბაგირო მდებარეობს ძალიან ახლოს გზასთან, ამიტომ მას არ გააჩნია რესურსი, რომ მქონდეს დრო, რომ ავიდეს სწრაფად სიმაღლისკენ. ამიტომ თვითონ სადგურიც ძალიან საკმაოდ სიმაღლეზე უნდა განლაგდეს, რაც უკვე ზრდის მოცულობას და საკმაოდ უხეში გამოდის და ტლანქი თვითონ შენობა. უზარმაზარი 3 მეტრი დიამეტრის მზიდი ბოძი 40 მეტრის სიმაღლის უნდა დამონტაჟდეს გრიბოედოვის ქუჩაზე, რაც არღვევს აბსოლუტურად ლანდშაფტს და არქიტექტურულ სივრცეს. როგორი არქიტექტურული გადაწყვეტაც არ უნდა მოიფიქროს არქიტექტორმა, წინა ტექნიკური ნაწილი, ასე ვთქვათ, პირი, საიდანაც ხდება გონდოლების მიმოსვლა, შეუფუთავი რჩება, ვინაიდან ეს ტექნიკურად შეუძლებელია. ამიტომ როგორი კონცეფციაც არ უნდა იყოს თვითონ არქიტექტურული და მხატვრული ამ შენობის, ეს შეუფუთავის უხეში ელემენტი არის პირდაპირ დამიზნებული რუსთაველის გამზირზე. ასევე ჭონქაძის ქუჩაზეც უნდა ჩაიდგას ბოძი. როგორც უკვე ვხედავთ, გრიბოედოვის ქუჩის მოძრაობა საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ რომ დაავიწროვა ამ ბოძმა გზა და იგივე მოხდება ჭონქაძის ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთული ქუჩა არის და ალბათ ქალაქგეგმარებითი მოსაზრებითაც მიუღებელია. რა თქმა უნდა, ამის საჭიროება არ არის, რადგან არსებობს უკვე ყველანაირი ნიადაგი იმის, სადაც იყო უკვე ეს ძველი საბაგირო. ჩასატარებელია კვლევა, რამდენად თანამედროვე დანადგარები შესაძლებელია დამონტაჟდეს უკვე იმ ძველ შენობაზე, მაგრამ ამ კვლევას კონსულტაციებს გავდივართ გერმანელ სპეციალისტთან, ქართულ სპეციალისტთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს დადებითი იქნება და აუცილებლად არაფერი არ შეუშლის ხელს ძველი საბაგიროს სადგურის აღდგენას. ბატონიკა, თქვენი ხედვაც გვაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, დანადებით ხელმომწერი ამ პეტიციის. ისე მოხდა, რომ არა ვარ, მაგრამ უერთდები, რა თქმა უნდა, იმ სულისკვეთებას, იმდენი ჩემი კოლეგა არის პატივცემული, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება რომ არ გაიზიარო. ცხადია, რომ ძალიან დამაჯერებელი კადრები ვნახეთ ახლა ჩვენ და გამოსვლად ჩემი ახალგაზრდა კოლეგასი, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი არის, რა თქმა უნდა და ეს დამაჯერებლობა გამომდინარეობს სწორედ იმ ურბანული და კულტურული მნიშვნელობიდან, რომელიც ერთის მხრივ ენიჭება ამ ზონას და მეორეს მხრივ აი ამ ჩარევით შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ქსოვილი ქალაქის აი სწორედ ამ ნაწილში. მე მესმის, რომ მერია ამჟამად ჩაყენებულია ძალიან რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ არსებითად მათ მემკვიდრეობაში მიიღეს გარკვეულად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რომლებიც მანამდე იყო და მე რამდენადაც ვიცი, იქ მიმდინარეობს საკმაოდ ესეთი აქტიური ტექნიკური, ასე ვთქვათ, საკითხების განხილვა და საბოლოოდ მე დარწმუნებული ვარ, მერიასაც არ გადაუწყვეტია ეს საკითხი და მე იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტს საზოგადოებრივი აზრის და საზოგადოებრივი აზრის შემთხვევაში პროფესიული აზრის ძალიან დამაჯერებელი არგუმენტაციის საფუძველზე. ბატონო ვახტანგ, საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი არგუმენტი კიდევ იყო ის, რომ თითქოს სადგური იმავე ტერიტორიაზე არსებობდა, ხო? მანამდეც, რომელიც ახლა არის უფუნქციოდ დარჩენილი. თქვენ თავად რაში ხედავთ გამოსავალს? რა შეიძლება მიეხმაროს, ასე ვთქვათ, თბილისის მერიასაც, რომ გაითვალისწინოს, ვთქვათ, იგივე ის ურბანული მომენტებიც და თან რაღაცა ტექნოლოგიურად მოხერხდეს ამ საბაგიროს აღდგენა. აბსოლუტურად გაუგებარია თუ რატომ შეიცვალა ადგილი. დიახ. და გადმოვიდა სასტუმროს წინ. აბსოლუტურად არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ტექნიკური საბაბი დღეს მე-21 საუკუნეში, რომელსაც შეუძლია უარყოს ის ძველი ტრასა. დიახ. მისი უპირატესობა იმაშია, რომ გაცილებით ნაკლები ოჯახის შემაწუხებელია. გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ თავზე მუდმივად მოძრავი. მე სტუდენტობის პერიოდში ერთი წელი მომიხდა სწორედ იმ ეზოში ცხოვრება, სადაც ეს ტრასა გადის. ეს ძალიან დიდი დისკომფორტია.
ფსიქოლოგიური დისკომფორტია უპირველესად ყოვლისა. გარდა ამისა, მართალია იმის შემდეგ პირობები შეიცვალა და ხმაური ნაკლები აქვს, მაგრამ მას აქვს შვილი შემაწუხებელი. და ის ძველი ტრასა ფაქტობრივად გადადიოდა ხევზე, დაახლოებით 10-15 სახლი. ახალი ტრასა სამჯერ მეტ ოჯახში აწუხებს და ჩვენ ვიგრძნობთ ამ გადაწყვეტილების უარყოფით შედეგებს პირველსავე 5 წუთში როგორც კი ამუშავდება დავით ღმერთმა დაგვიფაროს ეს ტრასა. ეს იქნება ის დემონსტრაციები და გამოსვლები რაც ხდება არქიტექტურის დასაცავად მოსახლეობის და მონაგონი იქნება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ახლა რატომ დაუშვათ არ ხდება ისეთი გადაწყვეტები, რომელიც მაინც და მაინც არც თუ აუცილებელია ან ეკოლოგიურად არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ თავის დროზე გავჭერით გზა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი. გავჭერით ვარაზისხევი, მაგრამ ეს აუცილებლობა იყო. ეს იყო აუცილებლობა, ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ იმის კლდის გაჭრა არის ეკოლოგიური კატასტროფა. ვინაიდან საპირწონეთ არის თქვათ აუცილებლობა. ერთ მაგალითად მოვიყვან და ამითი ყველაფერს აბუსიბელის მე-13 საუკუნის ჩვენ წელთან რიცხვამდე ტაძარი ეგვიპტის ერთ-ერთი უშვენიერესი ძეგლი თავის კულტურული კომპოზიციებით დაჭრეს 2020 ნაწილად და გადაიტანეს 60 მეტრით მაღალ ნიშნულზე, მაგრამ ეს იყო დაკავშირებული ქვეყნის უდიდეს პრობლემასთან ასუანის კაშხალებს შენებლობასთან. ან ის, ან ეს. ასეთერად. მაგრამ გამოსავალი მოიძებნა არადანგრევაში, არამედ რა თქმა უნდა, ეს ძალიან მტკივნეული იყო, მთელი მსოფლიო იყო ჩართული ამ პრობლემის მოსაგვარი და ამაზე მივიდნენ და მშვენივრად დგას ის ტაძარი, მაგრამ ზუსტად იმ ადგილას არამედ სხვა. გამოსავლის ძიება, ნება უნდა იყოს და დიდებულთანაც არის დაკავშირებული. აუცილებლობა რითი არის? აუცილებლობის ამბავია. ზეგრებში ჩარევა მართლა ძალიან ცოტა ისეთი მომენტია. აუცილებლობა რაში? არ უნდა შევეხოთ მაგალითად ის რაც სანაპიროზე მოხდა რესტორანი არაგვი რომ იყო ჯერ ჩამოვთვალეთ 300 მეტრის სიგრძეზე კლდე. ესე იგი რაღაცა პროექტი არსებობდა, პროექტი უნდა მოვარგოთ იმ სიტუაციას, როდესაც არქიტექტურაში ელემენტარული ჭეშმარიტება რომ პროექტი უნდა მოერგოს რელიეფს. ამ დროს ეტყობა ეს პროექტი საიდანაც მოვიდა და ჩამოუზარმაზარი კლდე ჩამოწა. ეს წარმოუდგენელია. ნინო, თანეთ აუცილებლობა რამ განაპირობა? ან დღეს უნდა აღნიშნო პოზიცია, ასე თქვა, გადაწყვეტილება, რომელიმე მხარეს თუ თველინო გაკეთეს თუ ახალი დღეს არ არსებობს. ამიტომ მიმდინარეობს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი თუმცა სოციალურ გავრცელდა ბოდიშით, რომ თითქოს მერმა შეაჩერა ეს პროექტი, ანუ რა პროექტი შეჩერებულია. ახალი მშენებლობა შეჩერებულია, განიხილება, განხილვის პროცესში ვართ. გაუქმდება. ანუ ამას აქვს ტექნიკური პრობლემებიც. ანუ შემიძლია ახსნათ ძველსაც რა პრობლემაა, ან უბრალოდ ძველს აქვს ტექნიკური პრობლემები. მინდა აღვნიშნო თვითონ საბაგიროს ყველანაირი ტექნიკური აღჭურვა უკვე შეძენილია. ანუ დღევანდელი მდგომარეობით ეს ყველაფერი უნდა გადახალისდეს და მოერგოს ძველს. ძველს აგრეთვე აქვს ძალიან ბევრი პრობლემები, მასთან დაკავშირებით შეშმო პირთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული ძველი საბაგირო. გარდა ამისა, რომ გადაკეთდეს დღეს მოერგეს დიდი ტექნიკური სამუშაოების ჩარევა საჭირო, რაც იმ სიმჭიდროვეში ძალიან რთულია და პრობლემა დგას აგრეთვე ნიშნულთა მიმართებაში, თუ საბაგიროს ხაზი საიდან უნდა გაიმართოს, ანუ დღეს მის წინ მდებარე შენობის ნიშნულიდან უნდა დაიწყოს საბაგირო მასვლა. ანუ ამ შენობას ძველს აბსოლუტური ჩარევა ხდება ძეგლთან მიმართებაში, რომ ტექნიკურად შესრულდეს. ანუ ძეგლის იერსახეს უდგას კიდე აგრეთვე პრობლემაც, რომ რამდენად მიირგება ეს ყველაფერი არსებულ შენობას. ძველ სადგურზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი. აბსოლუტურად ანდემში და სინქრონში ვართ იმასთან მიმართებაში, რომ ძელი ჩდება ძალიან, ანუ აი გაუმართავ ტერიტორიაზე. ამაში ვჯერდებით ორივე მხარე, რომ ეს მიუღებელი. ორივე ძელი ხო? არა, ვიტყოდი რომ ახალი საბაგირო. ძველიც და ახალის.
მეორე ძელთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ძველსაც და ახალსაც დაჭირდება ძველი უფრო რთული შესასრულებელია, იმიტომ რომ ის უფრო მეორე ძელიც რომელიც უნდა დაიდგეს, ისიც უფრო პრობლემატური, იმიტომ რომ ისიც ჩიმჭიდროვეშია. ანუ ამ შემთხვევაში გათემას დგას, რომ წინა თან მიმართებაში დაისვენა კითხვა, რომ საერთოდ მოერგება თუ არა ახალი საბაგირო, იმიტომ წინა სახლის შესრულება ძალიან ახლოს არის მასთან და დღეს რო გაიმართოს, თემას დგება, რომ ნიშნული ის სახლი მისცემს თუ არა ამის საშუალებას. ანუ ტექნიკურად საბაგირო არ შეიძლება. ესე ხაზგასმით რომ 21 საუკუნე ზოგადად ორიენტირებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტ საბაგირო არის ერთ-ერთი რელიეფური ქვეყნისთვის 21 საუკუნეში მისასალმებელი ტრანსპორტი და ანუ ამ თემატიკას უპასუხებდი რომ ალბათ იდეა მაინტერესებს. რას ამბობთ ახლა რომ არც ერთი ვარიანტი პრინციპში არ არის მისაღები. ტექნიკურად შედე რას ვამბობ, რა უნდა გავაკეთო? ძველს რა პრობლემები შეიძლება დაუდგეს და გარდა ამისა ძალიან დიდ ბიუჯეტი თანახარს მოითხოვს, აგრეთვე ის რომ დღეს რაც უკვე შეძენილია და ქალაქს უკვე აქ ეს ყველაფერი ავსტრიაში დასაწყობებული, ის გადახალისდეს და მოერგოს უკვე ძველ საბაგირო. შეიძლება დავამატო. აქ რამდენიმე პრობლემა, მათ შორის არის არა მხოლოდ საინჟინრო ტექნიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემაც არის, როგორც ჩანს. პირველი ის რომ ასეთი ტიპის ნაგებობები როგორც წესი ქალაქთან დგას ზურგით ხოლმე. ის რაც რედისონის წინ შენდება, ეს შუაგულ ქალაქში, შუაგულ ცენტრში შენდება, ამ თვალსაზრისით ეს არ არის სწორი მიდგომა. მეორე ამ პროექტს თავის დროზეც კი არ ახლდა დასაბუთება, რა აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ ავაშენოთ საბაგირო და ავაშენოთ კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე. ეს დასაბუთება მე როგორც ვიცი დღემდე არ არის. მესამე გახლავთ ის, რომ თუ ამის აუცილებლობა არის, რომ მანდამაინც საბაგირო ავაშენოთ, მაშინ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რაზეც ქალბატონმა ნინომ ისაუბრა, შესაძლებელია აი აქ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვთქვათ, რომ კი ეს ქალაქს უფრო ძვირი დაუჯდება, ვთქვათ, ვიდრე ახლის აშენება, მაგრამ იმიტომ რომ აი ეს რაღაცეები არსებობს, ჩვენ ვთქვათ აქცენტს ვაკეთებთ ძველის რეაბილიტაციაზე. და კიდე ძველის გამზირის გაუფასურებას არა, მარტო ბიუჯეტი ამ შემთხვევაში არ ამიხსნია. ანუ მარტო არა, გასაგებია რაც აქცენტს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ასპექტი. მაგრამ ერთიც არის, თან არის თემატურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში ჩარევა, როცა ხდება მისი ფუნქციის გამოყენება და ერთი მომენტიც არის, ძველი საბაგირო. ძველი საბაგირო სადგური, რომელიც არსებობს. არა მარტო ჩარევას. ანუ მარტო იერსახის შეცვლაზე ამ შემთხვევაში უკვე ავლაპარაკობ, ანუ ტექნიკურად დიდი დარღვევები იქნება უკვე კულტურული ძეგლთან მიმართებით. შესაძლებელია მაინც ეგრეს შენარჩუნება. ძველი საბაგირო სადგური, რომელიც არსებობს და რომელიც ახლა კერძო საკუთრებაშია. აქ ეს პრობლემაა, იმიტომ რომ იმ კერძო პატრონები უნდა დათმოს ეს ვთქვათ ქალაქისათვის, თუ გადაწყდა რომ ისევ ძველი უნდა აღდგეს. სხვა გარდა იმ საბაგიროს ასასვლელი კოშკისა, იქ ფუნქციურად სხვა ვერაფერი ვერ გაკეთდება. იმიტომ რომ თუ გახსოვთ ბავშვობიდან, იქ არის აი ესეთი ორი მიმართულებით ასასვლელი ბილიკი, პანდუსის, რომელიც ძალიან აი ესე ერთი ამოსუნთქვით ადიხარ ხოლმე საკმაოდ დიდ იმაზე, სიმაღლეზე, იმდანაც კარგად არის თავის დროზე გათვლილი, ის რომ თქვა სართულშუა გადახურვებით დავამახინჯოთ რაღაც სხვა ფუნქცია მოუძებნოთ ამას, არა? ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. საგამოფენო სივრცეთ გადაკეთებით და არ იმუშავა. და არ იმუშავა. არ იმუშავა. რაღაც ივენთებიც იყო, მაინც არ მუშავა. და კიდევ ერთ დადებით მხარეზე ვისაუბრებ, ამ ადგილს, ანუ არსებულ საბაგირო სადგურის ადგილს გააჩნია საკმაოდ მყუდრო სკვერი. რისიც განვითარებაც შეიძლება და ქალაქი შეიძენს კიდევ ერთ გამწვანებულ ადგილს ცენტრში და აქ დავამატებ იმისთვის, რომ ის გადალაგდეს დღევანდელი ტექნიკა, ამ სკვერს ძალიან დიდი საფრთხეს უდგას, იმიტომ რომ იქ სამუშაოები ჩასატარებლად იქ ტექნიკა უნდა მივიდეს. კი, მე საბოლოო ჯამში ეს რომ დასრულდება მშენებლობა, უკვე ის სკვერიც იმ სახეს ვეღარ მივიღებ. ანუ ვერ ხედავ კონკრეტულ გამოსავალს. მე ვერ ხედავ ეხლა. ანუ იმიტომ ეგეთი მსჯელობა თუ მიდის, ეს შევიყვანს ბოლოს. მსჯელობაც მანდ არის ზუსტად რომ საპირწონეთ, ანუ მოხდება პრიორები რა არის, რა პლუსი უნდა იყოს, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, რა შეიძლება მან მომეტოს, ეს რო ესეთი რთული თემაა ზუსტად იმიტომ რომ დღეს ესეთ განხილვაშია. ანუ ტექნიკურად ეს ყოველი თემა, რომელიც კი შეიძლება ქალაქ გეგმარებდა თითქოს აბსოლუტურად მისაღებია. ოღონდ აი ხსნი პრობლემებს, ამას რა მოყვება გვერდით და ისიც რომ აი ეს ყველაზე დამაძღუნებელი ჩემთვის არის რომ თვითონ ჩარევა ხდება ძალიან თვითონ იმ ობიექტზე, ანუ იგივე სახეს დღეს რასაც ვიძახით რომ მისაღებია და გვახსენებს და ძველს ვიღებ. მთლიანად რომ ჩარევა ხდება. მაშინ ეგ არის იგივე იგივე რედისონის წინ. ეს ხო საოცრებაა. რა თქმა უნდა, ამიტომ ეგ არის მე
მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მეორე კონკურსი უნდა გამოცხადდეს. ძალიან აქ შემიმადა თვითონ მის არქიტექტურაზე არ არის ლაპარაკი, აბსოლუტურად უნდა გამორიცხოთ კონკურსი. არა, ბატონო, ვახტანგ, მე აქ საუბრობ არა, მე აქ ამ კონკურსის თვალსაზრისით ვსაუბრობ ძველ საბაგირო სადგურის აღდგენის კონკურსი, სადაც ძალიან წვრილად იქნება გაწერილი დავალებაში, რა გვინდა რომ მივიღო. და რა რისკები უნდა ავიცილოთ თავიდან. კონკურსთან მიმართებაში ესეთი ტიპის კონკურსისას გქონდა შემსრულებელი დღეს თუ არა 2-3 კომპანია მსოფლიოს მასშტაბზე ვინ იქნება. და იყოს ეს საერთაშორისო. თუ ქალაქს უღირს რომ აი ეს ყველაფერი ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ თბილისში უკვე მივიღეთ ინდუსტრიული ქალაქის კი არა და ზონის ხედები. რაც სრულიად სulis დროთა განმავლობაში ქალაქის იერსახეს. ამიტომ ეს ასეთი ინდუსტრიული ზონა უკვე ქალაქის ცენტრში და არ დაგავიწყებთ ყველა ეს ხედი თბილისის ისტორიულ ზონაში გვაქვს. არა სადღაც პერიფერიებში, არამედ ქალაქში, რომელსაც ჩვენ ძველ თბილისს ვეძახით. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ცოტა სხვა გზით მივდივართ. არქიტექტურა მარტო ქალაქ გეგმარება არ არის, ის მორალის ნაწილი გახდა. და ამიტომ ის რაც ჩვენ თაობას მემკვიდრეობად ერგო, მეგონი ჩვენი მიზანიც ის არის, რომ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ და გადავცეთ ეს მომენტი. მე იმედი მაქვს, რომ ეს სასწორი რაღაცნაირად ქალაქის სასიკეთოდ გადაიხრება, ასე ვთქვათ, როგორც იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენი ჟურნალისტი, როდესაც ათვალიერებდა ამ მიდამოებს, მელიქიშვილის გამზირიდან გადაღების დროს შენიშნა, რომ ღვინის ქარხნის გალავანი, რომელიც მეც დავინახე. თითქოს არის ინგრევა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება? კადრებია ეკრანზე. აი ამ გალავანს. ეს არის გვანსა პეტრიაშვილზე სანამ აუხვევთ, ხო? კი, მელიქიშვილის გამზირზე. რა ხდება? ჩაისახის ობიექტი არის, საკვები ობიექტია განვითარებული. მოდი ხა აქ რახება, არის მაგრამ იქითა ტერიტორია ზემოდან უკვე განვითარებული. ზევით არის უკვე საკვები ობიექტია გაკეთებული. კერძო მარა წინა გალავანი მაქვს მე მგონი. მე მგონი ეს პროექტი დამტკიცებულია კულტურული მემკვიდრეობის აგენტოში. მე ესეთი ინფორმაცია არეალი გავარკვიოთ მაშინ, მაგრამ სხვა რა დაგჭირდა. ეს გადები დაახლოებით არის გარკვეული, როდის შეიძლება დისკუსია დასრულდეს, იმიტომ რომ შენებობა რაღაცას გაყინულია. გვანთა მაგაზე მინდა ერთ რაღაცა ვთქვა. მე ვიცი რომ შეჩერებული არ არის. მერის მიერ ეს არის განხილვა გრძელდება, შეჩერებული. არა, მშენებლობა შეჩერებულია, მშენებლობა შეიძლება არის, მაგრამ თვითონ პროექტი შეჩერებული ნამდვილად არა, თქვენ მე მგონია მშენებლობაზე მეკითხებული. განხილვის პროცესი ლოგიკური რომ შეჩერებული არ არის. ჩვენს ახლა ერთ-ერთი მონაწილეები ვართ. საბოლოოდ ანუ ეს ყველანაირი არგუმენტაცია, რაც კი ორივე მხარე შეიძლება ქონდეს ძველ საბაგიროს და ახალ საბაგიროს ხდება ამის რევიზია და ჩამოყრა ყველა იმ მთავარი ტოპიკებს, რაც კი შეიძლება ამ ორი მიმართულებით ითქვას და უკვე ეკონომიკურ საბჭოზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. უნდა გავჩერდეთ ხო, იმიტომ რომ ხა ესე მიდის აუცილებლად უნდა გავჭრათ, ასე ვთქვათ, რეკლამით და როცა გექნებათ ახალი ამბები, ნებისმიერ დროს ზათავარ დაგითმოთ ეთერი კვლავ და დისკუსიაში მივიღოთ. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის.